ილონ მასკი, მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი მეწარმე, ინოვატორი და ხშირად კამათის საგანიც. კიდევ ერთხელ მოექცა გლობალური მედიის ყურადღების ცენტრში. ამჯერად მიზეზი არც SpaceX-ის ახალი მისია იყო და არც Tesla-ს მოდელების ინოვაციური ტექნოლოგიები. ყველაფერი მის ერთ განცხადებას უკავშირდება, რითაც საზოგადოებას პოლიტიკიდან ოფიციალურად წასვლისა და კვლავ ბიზნესში დაბრუნების შესახებ აუწყა. მიუხედავად იმისა, რომ ეს სიტყვები თითქოს უბრალოდ სტრატეგიული ნაბიჯია, რეალურად ის ერთ-ერთი ყველაზე ხმაურიანი ეპიზოდის დასასრულია, რომელმაც სულ რამდენიმე თვეს გასტანა. მასკის პოლიტიკური თავგადასავალი 2025 წელს დაიწყო, როდესაც ის აქტიურად ჩაერთო მთავრობის ეფექტიანობის დეპარტამენტის საქმიანობაში, რომელიც ფედერალური ხარჯების შემცირებასა და სამთავრობო სისტემების ეფექტიანობის გაზრდას ემსახურებოდა. მართალია დოჯის ინიციატივამ თავდაპირველად რესპუბლიკური პარტიის მხარდამჭერების კმაყოფილება გამოიწვია, თუმცა მას არანაკლები კრიტიკაც მოჰყვა, რაც საჯარო სექტორიდან 10,000-ობით თანამშრომლის გათავისუფლებით იყო განპირობებული. მეტიც, გადაწყვეტილებას მსოფლიოს მასშტაბით საპროტესტო აქციები და მასობრივი დემონსტრაციებიც მოჰყვა. საპროტესტო ტალღის ფონზე გარკვეული პერიოდის განმავლობაში Tesla-ს აქციების შეფასება თითქმის 55%-ით შემცირდა, რაც კომპანიის არსებობის ისტორიაში ყველაზე მკვეთრი ვარდნა იყო. Tesla-ს ელექტრომობილებზე მოთხოვნის უეცარი შემცირება პირდაპირ კავშირში იყო მისი გენერალური დირექტორის განცხადებებთან და გადაწყვეტილებებთან. ამერიკასთან ერთად ევროპელ მომხმარებლებს განსაკუთრებით ის ფაქტი არ მოსწონდათ, რომ ილონ მასკი გერმანიაში, ბრიტანეთსა და საფრანგეთში ულტრამემარჯვენე პოლიტიკურ პარტიებს უცხადებდა მხარდაჭერას და სოციალურ ქსელში ისეთი შინაარსის პოსტებს ავრცელებდა, რომლებსაც პოლიტკორექტული ნამდვილად ვერ ეწოდება. ამასთან, ევროპელები სოლიდარობას უცხადებდნენ იმ ამერიკელ ფედერალურ მუშაკებს, რომლებმაც სამსახური სწორედ მასკის დეპარტამენტის გადაწყვეტილებით დაკარგეს. არც ის უნდა დაგვავიწყდეს, რომ სწორედ ილონ მასკის ხელმძღვანელობით შექმნილმა მთავრობის ეფექტიანობის დეპარტამენტმა დაიწყო USAID-ის პროგრამების მასობრივი გაუქმება. რის შედეგადაც სააგენტოს 6200 პროგრამიდან 5200 გაუქმდა, ხოლო 2000-ზე მეტი თანამშრომელი გათავისუფლდა ან იძულებით ჩვეულებაში გავიდა. მასკი ხშირად აკრიტიკებდა USAID-ს და მას კრიმინალურ ორგანიზაციას უწოდებდა. მეტიც, ამტკიცებდა, რომ სააგენტო ფულის გაფლანგვით იყო დაკავებული. შედეგად ამ რეფორმამ გამოიწვია ჯანმრთელობის გლობალური კრიზისი, სამართლებრივი დავები და ფართო პოლიტიკური კრიტიკა. მართალია მასკი აცხადებდა, რომ მისი მიზანი მთავრობის ეფექტიანობის გაზრდა იყო, თუმცა რეალურად მისმა ქმედებებმა ფართო მასშტაბით დაანგრია ჰუმანიტარული დახმარების სისტემა. საერთო ჯამში დოჯის საქმიანობამ 300,000-მდე ფედერალური მუშაკის გათავისუფლება და სახელმწიფო ბიუჯეტში 160 მილიარდი დოლარის დაზოგვა გამოიწვია. მასკის უწყების რეკომენდაციით სტრუქტურული ცვლილებები გატარდა 27 სამინისტროსა და საჯარო უწყებაში, რაც უპრეცედენტო მაჩვენებელია. ამ ფაქტის გათვალისწინებით შეიძლება ითქვას, რომ მილიარდერს ქვეყანაში უმუშევრობის დონის გაზრდის მიმართულებით აბსოლუტური რეკორდი აქვს, რადგან მსგავსი რამ აქამდე არავის გაუკეთებია. თანაც გასათვალისწინებელია, რომ ის არც თანამდებობის პირია და არც დემოკრატიული პროცედურებით არჩეული კანდიდატი. მეცაც გეტყვით, მასკის საქმიანობის გამო Tesla იმდენად დაზარალდა, რომ მისი მსხვილი ინვესტორები გენერალური დირექტორის თანამდებობიდან მის გადაყენებას განიხილავდნენ. თუმცა, სანამ ეს მოხდა, იქამდე მასკმა თავად განაცხადა, რომ ის პოლიტიკიდან ეტაპობრივად წავიდოდა და სრულად გადაერთვებოდა კომპანიის მართვაზე. ეს ამბავი ცხადია ინვესტორებს მოეწონათ და სწორედ ამიტომ Tesla-ს აქციების შეფასება ბოლო პერიოდში მკვეთრად გაიზარდა. მიუხედავად იმისა, რომ კომპანიამ საფონდო ბირჟაზე დანაკარგის ამოღება შეძლო, მისი რეპუტაციული პრობლემა არსად გამქრალა და ეს გაყიდვების დინამიკიდანაც ჩანს, რომელიც იმაზე მიუთითებს, რომ ამერიკასა და ევროპაში Tesla-ს ელექტრომობილებზე მოთხოვნა განახევრებულია. აქ მთავარი პრობლემა ის არის, რომ Tesla-ს ავტომობილებს ისტორიულად ლიბერალურად განწყობილი, ხშირად დემოკრატიული პარტიის მხარდამჭერი მოქალაქეები ყიდულობდნენ, რომელთათვისაც Tesla პოლიტიკურ მესიჯს წარმოადგენდა, თუმცა ბოლო დროს ამ მესიჯის შინაარსი ფუნდამენტურად შეცვლილია და არ არის გამორიცხული, რომ ლურჯი შტატების მაცხოვრებლებმა Tesla-ს ელექტრომობილებზე უარის სამუდამოდ თქვან, რაც კომპანიისთვის კრიტიკული პრობლემა იქნება. და ბოლოს, დღევანდელი გადმოსახედიდან ნამდვილად შეგვიძლია იმის თქმა, რომ პოლიტიკური მოღვაწეობით მასკს სარგებელი ფაქტობრივად არ მიუღია და მისი ქმედებების გამო Tesla-ს უფრო მეტი პრობლემა გაუჩნდა, ვიდრე უპირატესობა. თანაც თუ ტრამპის ხასიათს და მისი პოზიციის ცვლილების ტენდენციას გავითვალისწინებთ, არ უნდა გაგვიკვირდეს, რომ ის მომავალში მასკს პირადად დაუპირისპირდეს, რაც შესაძლოა Tesla-სთვის ახალი კრიზისის საწყისად, მილიარდერისთვის კი იმ მძიმე ფასად იქცეს, მისი გადახდაც ხანმოკლე პოლიტიკური ავანტიურისთვის მოუწევს.